საკანივით და მეორე დაჭერაზე ეს გააკეთეს. ვითომ პატივი იქცეს და იზოლატორის ნაცვლად კაბინეტში იყავით? ამას ვამბობ. მე ეს სწორია? მე არ ვიცი ეს სწორია თუ არა მე. სად გეძინათ პოლიციის უფროსის მოადგილის იქ გაიშალა ეს რაფიან მომიტანეს სახლიდან გამომიგზავნეს საწყალ დედაჩემი, ჩემი მეუღლე, ძალიან ცუდი დღეები გამოიარა ჩემმა მეუღლემ. ჩემმა შვილებმა დასტრესილები ორჯერ. და მეუღლე ჩემი ყოველ დღე ციხის კარებთან მელოდა. და გადაგიყვანეს ბოლოს? გადაგიყვანეს უკვე ციხეზე. სად? ზუგდიდის აი ავადსახსენებელ ციხეში. სხვათა შორის მე შევედი მაგ ციხეში და გადავიღე ვიდეო კადრები. აი ეს ციხე არ არის კაცო, ეს იყო მიწური. ჯურღმული კი? დიახ. იქ რამდენ ხანს იყავით? 2 თვე. 2 თვე? დიახ. რით დასრულდა ეს ორთვიანი პატივი? საპროცესო გარიგებით. რომელიც ჩემთან არ იყო შეთანხმებული და მოგიყვებით ერთ ფაქტს. თუ შეიძლება, დიახ. დავასახელებ კონკრეტულად პირებს, რა თქვენ შეგიძლიათ ეს დაუძახოთ ამას, ან მე პროკურატურას და მე ამას მოვითხოვ, რომ ეს საქმე გადაეცეს პროკურატურას. მოდის ჩემთან ჩემი ისა რა ქვიან, გამომძიებელი ხუხუა ლევანი. და მეუნება რომ დათო გიშვებენ, ბატონო დავით თქვენ გიშვებენ. მე ეს ინფორმაცია არ ამაქვს რა, რატო როგორ, ვა ძალიან კაი, თუ მიშვებენ ძალიან კარგი, ეს უბრალოდ რაღაცა გაირკვა. თანხის საფასურად. თანხის საფასურად. მეტი რითი გიშვებდნენ ესენი. მე ვუთხარი რა თანხაზეა საუბარი, რა ხდება მეთქი? თქვენმა ოჯახმა ნათესავებმა უკვე ეს თანხა შეაგროვეს, როგორც კი შევა ანგარიშზე, თქვენ გაგიშვებენ. ოღონდ უნდა დაწეროთ, რომ თქვენ ამას იმაშვებით, რომ ეთანხმებით ამას ყველაფერს. წავიკითხე არა მე ვუთხარი ლეონ ჯიგარო ეხლა წაიღე გამორიცხულია მე ვუთხარი ეს რას ნიშნავს კაცო ანუ მე დამნაშავე ვარ ხო ასე გინდათ ეს იმას კნათ მან იყო ბრალდებაში ერთი რაღაცა ის ქალბატონთეა 1,200,000 ლარი ქონდა აღებული ფოთის მერიას ჩემამდე გიას პერიოდში, სხვათა შორის გიაც ამ მოტივით დაიჭირეს და ბანკიდან იყო აღებული ეს ცეცხლი და არ იყო ჩახურული. მე რო დამნიშნეს 2-3 თვის ხელფასებია გაუცემელი რა, პედაგოგების არის მუცლის ტიპი იმაში ფოთში და არის დავალიანებები სახელფასო, საპენსიო და ასე შემდეგ. ეხლა მე რომ მოვიძიე ეს ფინანსური რაღაცები და როცა ველაპარაკები აქ ამათ აქ არის უზარმაზარი ვალდებულება რომ ეს 1,200,000 და მე წერდა ეს მაშინდელი სახალხო ტელევიზიის ერთ-ერთი ქალბატონი გვარსახელებ რომ 1,200,000 არის მითვისებას ქონდა ადგილიო აი ესეთი სისულელებით ამარაგებდნენ ხალხს გამიგეთ და ეს ხი რატო არ ჩახურეო? აი ბრალდებაში. არავის არ დაუკითხი ვარ. სხვათა შორის ჩემი ეს ბრალდებები მეორე საერთოდ არც წამიკითხავს და იქ გაკვირით. და პირველზე ეს რო წავიკითხე, მე ვუთხარი რა თქვენ რა გინდათ კაცო? მე აქ პედაგოგი უხელფასო დავტოვო, საბავშვო ბაღი, აი სოციალური რაღაცეები, ესე დავტოვო და გინდათ რომ ამ სესხს მომივსავ. არ არის ამდენი შემოსავალი ბიუჯეტს არა აქვს. ამის გამო დამიჭირა რა ეს ბრალდება ეწერა მან მესამე მერი რომ მოიყვანა კიდე გაუგებრობა რომ დაინიშნა ჩემს მე ეს ყავდა მაგას ამ იმას მოწერელია ამას აძლევდა ყველაფერს და ეს მოიყვანეს ძალიან დიდ თანხაზე იყო საუბარი ხა არ გვინდა ეს და დაიჭირა და შემომითვალა მაშინ ახალაია რომ მე დათოს მინდა სურპრიზი გაუკეთო გამიგეთ? და ეს პიროვნება მოიყვანეს ზუგდიდის ციხეში. ეს ალანია.
და მე მაგას გადაახტევინდეს რა ვიცი ზარმაზარი თანხა ეს წაიყო მაგან თქვენ გახსოვთ რომ როლან დახალაიას მიესაჯა 30000 ლარი როლან დახალაიამ დაიჭირა კახალატარია ფოთელი დღეს ბიზნესმენია და მაშინ იყო და მე გეტყვით რატომ დაიჭირა ეს უკვე მეორე ეტაპია ამიტომ მიწევს ხალბატონო თეა ეს გადახტომა მოდი დავუბრუნდეთ მესმის დავუბრუნდეთ ესე იგი ადვოკატმა მოგიტანა საპროცესო შეთანხმების ტექსტი რომელშიცაც თქვენ არ დაეთანხმეთ და მე არ დავეთანხმე წაიღო ისა და მირეკავს სასწრაფოდ უკვე ჩემი მეუღლე ერმა მანია ტირილი გოდება დათო თავს მოვიკლავთ შვილებს მიმიხედავთ არა და ლაპარაკია გახსოვთ თქვენ შეჯამების წესი ამაზე შეკრებითობის დიახ შეკრებითობის წესი 30 წლიანი პატიმრები იძა ჩემთან და რა ვქნათ უშენო და პერიოდიან რაღაც საშინელი მოვიდა ხელისუფლება შეიცვალა და რა ესენი ემზადებიან 30 წლის მართლობისთვის და ბუნებრივია ოჯახი პატარები მყავს შვილები მაგდროისთვის კარგი მოიტანეს ხელმეორედ ეს პროცესი და დავწერე რომ ყიდულობ ჩემი მეგობრები ჩემი ოჯახი ყიდულობს ჩემს თავისუფლებას აი ამ თანხის სანაცვლოდ და ასე მოაწერეთ ხელი მოვაწერე ასე ხელი და გამოხედით არა არ გამოსულა რა მოწერით ეს ხელმოწერა მან ჭამა ამ იმან ბოდიში ამ სიტყვაზე ახალაია მიიღო მაგრამ აქვე იდგა ხუხუა რომელმაც მე ნახევარი ფოთი დაიჭირა და გეტყვით ახლა ეს ამ ხუხუაზე ცოტა მოგვიანებით ისა ბატონო დათო ამას ხო იცი რომ მე ვთხარი შენ წაიღე ამას ისო რო წაიკითხავსო ხო იცი არ მოაწე შენ წაიღე მე ვთხარი გამომძიებელი ხარ მეტი რა გეყოლება წაიღე მოაწერს არ მოაწერს მაგის სხვა საქმეა და ამან უკარნახა ეთყობა თუ რა იყო არ ვიცი ეს გაგიჟდა გადავიდა კედლებზე დადიოდა თორე ახალაია დიახ როლან ახალაია არის რომან კუსიანი ყველა იცნობ თქვენ ჩემი კლასელი კომაროველი არ ვიცი მე ხა რომანის პოლიტიკური ისენი ჩვენ ვართ ნათელი მირონი ერთმანეთისთვის და სხვა თემაა რა ის არის ჩემი მეგობარი რჩებით ასე სხვათა შორის შალვა ხაჭაპურიძეც არის ჩემი მეგობარი და მე იგახსოვთ ნუ გადახვალთ ხო სხვა ამბავზე ესე იგი არ მიიღო თუ მიიღო ხელმოწერა არ მიიღო ეს რო წაიკითხა გაკიჟდა მიწერთო და რომანი შევიდა კუსიანი რომანი შევიდა თითქმის დაუჩოქა ხომიციო ჩემი რა არისო ესა ასე მოკვდებაო ციხეშიო და მოკლედ ამების მერე ჯერ კიდე ბახანის არის პერიოდი ხო გეუბნებით არა ამას მოდივიოდ ვერ ბედავს რა ბოლომდე იმას ქნას რა მოაჯდეს თეთრ რაშს ბატონი რომანი ამ დროს მე აღარ მახსოვს ხელისუფლებაშია ჯერ კიდე პარლამენტის წევრია და სთხოვა პროკურორს ჩამოვიდა თხოვა კი ბატონო და გაგათავისუფლეს თხოვა დაუჩოქა კაცს ესე არ გადიოდა კაბინეტიდან რა სანამ როგორ გავაკეთოთო მაშინ რაღაცას მოვიფიქრებო და ნუ წავიდა ეს ვაჭრობა და მოიტანეს ხელმეორე და ნუ მე არც დავხედე მოვაწერე და 2 დღე დამტოვა 2 დღე მაგის გამო ციხეში დამტოვა სადაც ვიჯექით სერგო მე და ეს ხალხი რა 7 კაციან კამერა რამდენ ხანს დარჩით თავისუფლებაზე თავისუფლებაზე 2004 წლის დაჭერიდან 2 თვეში გამომიშვეს დავრჩი 2006 წლამდე. დიახ. და შემდეგ რა მოხდა? ახლა ხდება მთელი ამბები. თქვენ გახსოვთ რომ არც ერთი ოპოზიციური ძალა გარიჟაში არ ჩანს რა. და ირაკლი ოქრუაშვილი გამოიყო გადადგა რაღაცაზე გაბრაზებულმა, გამწარებული და ქმნის პარტიას. რამდენიმე თვეა გადი ემზადება თუ რაღაცა რაშვება. ოქრუაშვილმა მე გამომიგზავნა ერთი პიროვნება ჩემთვის პატივსაცემი ვერ დავასახელებ ახლა და არც არის საჭირო. და თხოვა რომ მინდაო დავით კანთარიასთან შეხვედრა. და რა ხდება მეთქი ამას რაღაცა პარტიას ქმნისო. ეხლა სააკაშვილის და იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა
მე არ ვიცი დღეს ეს ჩემი მისვლა იყო თუ არა შეცდომა არ იყო ალბათ შეცდომა იყო იმ გაგებით რომ მე რაც მოყვამას რა ჩემს დაპატიმრებას კი არა უბრალოდ პიროვნულ თვისებებიდან გამომდინარე მე არ მინახავს ოქროაშვილი მის მერე ვერ ვიტყვი სხვათა შორის როცა დამიჭირეს და ეს იყო ტესტი აი დამიჭერდნენ თუ არა მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ოჯახს შემოუთვალა რომ მე მზად ვარ დავეხმარო შვილებს და ეს მომენტი დავიჭირე მეტი ბატონ დავით სანამ მეორე დაგიჭერენ როგორ მიხვედით აქამდე ანუ შექმნა ოქროაშვილმა პარტია არა ჯერ არ არის შექმნილი თხოვა შეხვედრა კალბატონოთეა შევხვდი მე მაგას ვაკის ბინაში თავის ბინაში შევხვდი და დაუსვი სამი შეკითხვა რომელიც მე მაინტერესებდა ისე მე არ მივიდოდი მაგას პირველ დაჭერასთან დაკავშირებით რა კავშირი ქონდა მას მაშინ აღარ იყო უკვე ეს გენპროკურორი იყო სხვა თანამდებობაზე თუ თავდაცვის მინისტრი იყო მგონი არ ვიცი მე რო დამიჭირეს ამ პირმა არანაირი კავშირი ეს ყველაფერი მოდის დავით ახალაიებიდან აი მოდის სამეგრელოდან მე ვთქვი სააკაშვილს უნდა ჩემი დაჭერა ვერ გეტყვი მაგრამ მასთან შეთანხმების გარეშე პერსონები რომელიც გვარიყმირის და ორღობის ავტორიტეტს იჭერდნენ ახლა ჩემი დაჭერა რა თქმა უნდა იყო შეთანხმებული მეორე შეკითხვა იყო ჟვანიას აი გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მან მე მითხრა მე ვიცი რომ გვამი იქ მიიტანეს აი ესე ვიცი მე ეს სხვა არაფერი არ თქვამს და მესამე მომენტი იყო ჩემი მეგობრის ნარსია დავითი რომელიც იქ იყო ასეთი ფაქტი სამწუხარო ამასთან დაკავშირებით რა წვრილი მიგიწვის მის დაჭერა არ დაჭერასთან არაფერი ნუ მან სხვა რაღაცა იყო რაღაც გაუგეპრობა რაღაცა მოკლედ ვერას მაინტერესებდა ამოუწურეთ და დავით მეუნება თქვენ გაქვთ ავტორიტეტი და მე მინდა რომ გამაცნო სამეგრელოში ესეთი ცნობილი პიროვნებები რომ ჩავიდეთ იქ დაველაპარაკოთ არა მარტო ფოთში და დაუშვათ წალენჯიხაში არამედ მთელ სამეგრელოში მე ვიცი და ეს მე ვთხარი ირაკლი მეთქი თუ თქვენ მე არ ვიცნობდი მაგას მანამდე კი ბატონო ოპოზიცია ხარ მეთქი ხარ შენ სააკაშვილის ოპოზიცია კი მე სააკაშვილს სადღაც კონსულზე რომ იყოს ასული მე უნდა ამოთხარო მიწიდან და ნუ ასე და ასე კი ბატონო კარგი всё რა გინდა მითხარი გამაცანი ოთარფაცაცია გამოცანი ბონდოჯიქია სხვები და ვილაპარაკეთ და რა შეგიძლია დაუშვათ შენ აი აქ მაშინ არსებულ პარლამენტარებთან სამეგრელოდან რაღაცა გავლენები ვიცი რომ ზოგიერთთან მეგობრული გავლენები და რაღაც ზემდგომიური მაგას ვერ ვიტყვი არ ვიტყვი და რა შეგიძლია გამიკეთო ამ მიმართულებით კი ბატონო დაველაპარაკე კიდევაც მე რომანიც შეხვდა კურსიანი მე დაველაპარაკე სხვა დეპუტატებს მოდი არ დავასახელებ დღეს ისინი სხვა პარტიაში არიან შემდეგ ეს ერთ-ერთი დეპუტატი დაიბარა გიგა ბოკერიამ და უთხრა პირდაპირ დათო შენ თუ ისა დათო კანთარიასთან თუ წახვალ მაშინ ჩათვალე რომ ჩვენგან წასული ხარ თუ არა და რჩები აქ თუ არა და გიჭერთ აი ეს რამდენიმე დეპუტატი მზად იყო სხვათა შორის იმ პარლამენტიდან გადასულიყო იმ ახალ პარტიაში რასაც ქონდა ეს ოქროაშვილი კარგი მეორე შეხვედრა დავგეგმეთ მე დაურეკე ცხოვრებულ ოთარფაცაციას დღეს არის მისი იუბილე დღეს ოთარი შესრულდა არა იუბილე არ არის დღეს მისი ბიუსტი იხსნება ზუგდიდში მადლობა მინდა გადაუხადო ამის ორგანიზატორებს მე დამპატიშეს გუშინვა ჩავსულიყავი იქ არის მთელი შემადგენლობა ძველი პარლამენტარები მამა თქვენიც იქ არის ისა ბატონო და ოთარისთან ჩავიყვანე მე ეს ზუგდიდში იყო ბონდოჯიქია კიდე მანამდე მე ერთი ჩამოვიარე სამეგრელო შევხვდი ამათ პირადად ადრე იმიტომ რომ ირაკლი ოქროაშვილი მთხოვდა მე უკვე გამეკეთებინა პარტიული უჯრედები კი ბატონო ვინც გაერთიანდებოდა მის პარტიაში და მოკლედ რომ თქვათ თქვენ დაიწყეთ ოქროაშვილის დახმარება რამაც შეაშფოთა მაშინდელი ხელისუფლება გეტყვით ყველაფერს დიახ
შევქმენი მე ჯგუფები 6 წელია 2006 ჩამოუყვანე მას რამდენიმე კაცი 700-800 კაციანი სია მქონდა უკვე აი ამ სიაზე ნადირობდნენ ესენი და ოქრუაშვილთან მისვლა წყნეთის თავის აგარაკზე არ ვიცი თავის იყო ნაქირავები ქონდა იქ მე რამდენიმე ჯგუფი მივიყვანე წალენჯიხის ჯგუფი ზუგდიდის ფოთის ხობის ჯგუფი სენაკის მარტვილი ამყავდა მხოლოდ მიყვანილი იმიტომ რომ მარტვილში ვერ მოვასწარი ეხლა ადამიანების პოვნა და მათი მოძიება მე დღესაც არ გამიჭირდება სამეგრელოში რა ისაც დავარწმუნებ დაუშვათ რაღაც სიტუაციაში და ჩვენი შეხვედრები იყო იმ წყნეთის მუბანში როგორც კი გაიგეს უკვე იმ დღეს სტუმრად ჩავედით ოთარისთან უკვე ბატონ ოთარსაც ეთყობოდა რომ ეს უკვე არასასიამოვნო ვიზიტი იყო თუმცა მანამდე დიდი აღფრთოვანები დამთანხმდა კარგი დათო ჩამოდი რას ქვია შენი სტუმარი ჩემი სტუმარი არ მაინტერესებს ვინ არის და მე უკვე ვისთანაც მივედი უკვე დამუშავებული იყო ეს ხალხი არ დავასახელებ ამ ხალხს იმიტომ რომ ეშინიათ მაგათ ზოგიერთ მათგანს დღემდე ეშინია ზოგიერთ მათგანი დღემდე ფიქრობს რომ როლანდ ახალაია არ წამოდგეს იმიდან გესმით და არ იმასქნას ბატონო დავით გაწყვეტინებთ მოდით რა მე ცოტა მიჭირს მოყვეთ აზრებში ამიტომ შევამოკლოთ და კონკრეტულად რო გითხრათ ეხლა რატო ვამბობ ამ ხალხს არ დამისრულებია თქვენ ეხმარებით ოქრუაშვილს პარტიის ჩამოყალიბებაში და რაც მთავარია პარტიისთვის, ნებისმიერი პარტიისთვის, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების შექმნაში და საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებაში თქვენი გამოცდილებისა და ავტორიტეტის გამოყენებითა და წყალობით. დიახ. და როგორ დგება და როდის ის დღე, როდესაც გაკავებენ და რა არის ბრალდება. უკვე ეს რომ გითხრათ, იმიტომ რომ დრო გადის. კარგით. ესე იგი ეს რომ გადის სწრაფად ეს მომენტები მე ერთი თვით წავედი აზერბაიჯანში მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად არასდროს ქვეყანა არ დამიტოვები და მოდი მეთქით სხვები რომ წავიდნენ რაღაცა იქნება რაღაცა პერიოდი გავიდე სადაც გადაუვარო გაგიჟებულები იყვნენ ეს ახალაიები პირველ რიგში იმიტომ რომ ოქრუაშვილმა მითხრა მე ნაცე მიყავდა ეს დათა ახალაია ნაცე მიყავდა თავისი ხელით ოქრუაშვილმა მითხრა რომ დათა ახალაია ცემა გოროდიორობაზე რომ ასლან აბაშიძის კაბინეტის სეიფი იყო გატანილი და რამდენიმე დღე ისყავდა ციხეში აი ეს ჩემი ოქრუაშვილთან მისვლა მაგათთვის იყო რაღაცა წარმოუდგენელი ისა რა კატასტროფა მამა და შვილებმა დაიწყეს ნადირობა პირდაპირ მე წასული ვარ ერთი თვე ჩამოვედი სადაემალები ახლა მათ როცა მთელი ისანი მოსმენებია ნარუშკა და დამდებს ჩემს მეუღლესაც ოჯახის წევრებს და მე როდესაც ამიჭერეს ჩვენი ასე მიმოწერა ირმას დაუდეს წინ ჩვენი საუბრები ოქრუაშვილთან სხვასთან ბრალდება ახლა მეორე უნდა დამიჭეროს ხო როლანდ ახალაიამ წავიდა წალენჯიხაში ორი თვე თავისი ბრიგადა ეს ხუხუები ვიღაც გამომციებლები ნუ თავისი ხალხს ორი თვე იძიებდნენ წალენჯიხის რაიონში ჩემს მოღვაწეობას ვერაფერი ფაქტი ვერ დადეს ერთადერთი ჰქონდათ სასწრაფო დახმარების მანქანა უყიდე რაიონს და ეს საიდან მოიტანა კანთარიამ და ეკითხება რა ვინც დაკითხა იმათ მოდიან ისევ ფოთში აი გამომძიებელმა დააკითხა 365 ადამიანი რომელსაც მე გამოუწერე დახმარება ეს ჩამიწერა ბრალდებაში აქედან ეხმარება ეს მოწერილების კლანი თუ ვინც არის და აწვდიან კიდე მასალებს გამიგეთ ორი ფაქტი გაპარულია ისეთი ამ ეს ხო არ კითხულობდა ალბათ ეს ისევე როგორც ის წერილი არ წაიკითხა ჩემი და მე ბოლოს რომ მიახვედრა სხვა მაგარი მცოდნე იურისტია მან ისეთ რაღაცას მოაწერა ხელი 2001 წლის ფაქტია მოიხეშა ვითომ ჭავჭავაძის ქუჩა
და მე ვიცოდი ეს. მან შეკითხვა იყო ასეთი. იცოდა მერმა. კი ბატონო იცოდა? კი ბატონო წაბრძანდი. ვინც უთხრა რაფერი არ იცოდა მერმა და მერისთვის ფული არ მიმიტანია არაუღია ამ კაცს. და არასდროს არც უკადრია რომ გინდა თუ არა მოიტანეთ ეს და მომხეჭველი მე არ ვიყავი. აი ესეთი ხალხი დაიჭირა. ჯულთას ქავთარაძე დაიჭირა, 37 კაცი დაიჭირა ფოთში. ჩემს გამო, რომ ჩემთან გამოსულიყო. გამომძიებლებმა დაკითხეს 300-ზე მეტი ქალბატონი პენსიონერი, კაცი ვიღაცა 20 ლარიანი დახმარება, რომელიც თურმე მე გავეცი და კომისიის გვერდითავლით, როგორია მქონდა ასეთი წესი, ორშაბათობით ვიბარებდი ყველას, იყო მიღება და ხალხს უჭირს სიმსივნე, ამხელა სიმსივნე ადევს იმაზე კისერზე. პირდაპირ წერდი, დიახ, დაეხმარეთ, თქოთ განიხილოთ და დაეხმარეთ. ეხლა დათო კანთარია ამას იკადრებს, ხო? რომ ამ ხალხს მე ის 5 ლარი მომეცი და 15 იყო შენი? ეს ხო სამარცხინო რაღაცაა კაცო. მე ამ სახელით არ მინდა ქალბატონო თეა ვიარო. ჩვენ დაგვედო ტაბუ, ხო? ჩვენ ვარ კორუმპირებული, კი ბატონო. ესე იგი თქვენ როლანდი ახალაიამ დაგაბრალათ რომ სიმსივნიანი თუ სხვა მძიმე დაავადებების ან სხვა გასაჭირის საჭიროების მქონე ფოთელებს, როდესაც ეხმარებოდით, თითქოს ფოთელებს ეხმარებოდით. მეორე დაჭირის ფაქტიც არის ფოთელებს ეხმარებოდით. თქვენ გარკვეულ გაცემული დახმარების თანხიდან რაღაც ნაწილსო უკან იღებდითო ეს დაგაბრალათ, სწორად მივხვდი? არა, უკანონოდ გასცაო ამათ. პენსიების შეჭამაო, აი დახმარებებიო, გამოდის მერე სააკაშვილი, გასაგები. მიხეილი, უყურეთ 28 სექტემბერს მიჭერენ 24 აგვისტოს და სექტემბერში მე ვზივარ უკვე იქ ზუგდიდის ციხეში მე ძალიან ცუდად გავხდი და გადმომიყვანეს რეზმანიცამდე. რეზმანიცაში. თბილისში. გამოდის მიშა. აი დღეს ჩვენ დავიჭიროთ ყოფილი ფოთის მერი დავით კანთარია, რომელიც მხილებულია ამა და გვერდის მიზის მე ვიჯექი პირდაპირ ისეთ ადამიანებთან ჩვენ ხო დავუშვათ თანამდებობის პირი უნდა გამოვყონ ხოლმე რაღაც ცალკე კამერა რაღაცა. პირდაპირ ამათთან ვიყავი რა, მუდმივი პატიმრობა მისჯილი. აი გამოდი ვივამედიდან და ჩაჯექი 1 საათით რა. ხო ხარ მაგარი კაცი კაცო. გამოდი ნახე ის რაც დღე მე გადავიტანე. და ჩემებმა და სულხან მოლაშვილმა ყველაფერი აიტანა თეა და ქალბატონო თეა და წვებმა ის რო თანამდებობის პირები მე მის დაგვიჭირეს. აი სულხანის წამებამ და სულხანის სული გაანაცხოს ღმერთმა მე ჩვენთვის ბატონო ხმა არავის გაუწია. არ გაუწია ჩემთვის არ ზუგდიდის ციხეზე არავის ხმა და მე არ მას არაზოს არ ვიტყვი. ვერ ვიტყვი რომ ქონება წამართვეს. არ წაურთმევია თქონება, არ მქონდა რაც აიღებდნენ. მეკითხება ეს გამომძიებელი სად რა გაქვს. აგერ არის შულო წადი და ჩუქნი იპოვე. ქონება არ წაურთმევიათ, წამებას ადგილი არ ქონია, მაგრამ იყავით უკანონო პატიმრობაში. უკანონო პატიმარი ვიყავი, რომელიც არასწორი მკურნალობის გამო და იქ დამენიშნეს მე აქტრაპიდი და ინსულტარტი არც მჭირდებოდა მე მქონდა ისა დიაბეტი განმევითარდა პირველ დაჭერაზე სტრესის გამო მაღალი სტრესების გამო რო დამიჭირეს მეორეჯერ იქ უკვე დამშვეს იმაზე ზონაზე ვერ გადავყავდით რატომ დაუბრუნდით ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ შეიძლება მეორედ რო დაგიჭირეს რა დაგემართათ მაგას ვხვები ზუსტად არასწორი მკურნალობის შედეგად დიახ ჩემი დიაბეტი იყოს 706-საც ცდებოდა. დიახ. სამწუხაროდ ახლაც მაგ ამ წუთში. რის გამოც მე დამიზიანდა ორივე ჩემი თირკმელი. და შარშა წინ, არა, წელიწადნახევრის წინ მე გადავინერგე თირკმელი. დღეს ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. სამწუხაროდ. ეს დაგმართათ იმ რეჟიმს. აი ამ რეჟიმმა დამმართა. და ეხლა რო გამოდის ვიღაცა ეს დაივიწყე და დათო კანთარია შენ რატომ მიდიხარ ამ კომისიაზე? ვინ გეუბნებათ ამ? მეუბნება ვიღაცები Facebook-ში წერენ, რო გამოვალ ეხლა რატომ თქვენ რა ხალბატონო თეა. პირველ დაჭერა, აი მეორე დაჭერაზე მასტერა ამოვიდა. მასტერა. და გაუგებრობა არისო, სპეცნაზით. და იქიდან მაგინებს ეს დათა ახალაია ეს. ეს გარეწარი. ხო და აი ვერ გავიგეთ რა სიძახით. გეტყვით
დაჭერის მოლოდინია სტრესი. თორე კამერაში რო შეხვალ. გასაგებია, მაგრამ სპეცნაზი მასტერად ათახალაია, მე ვერ გავიგე, მაპატის ჩემ ბრალია. ესე ჩემ დასაჭერად ამოვიდნენ. ამოვიდნენ სად? სადაც დამიჭირეს მე, ჩემი ძმის ბინაზე ამიყვანეს მე. თქვენი ძმის ბინაში იყავით თბილისში და მოვიდა სპეცრაზმი. მოვიდა სპეცრაზმით. მე ვიყავი გვერდზე, მეზობლის ბინაზე. მოვიდა ჩემი მეუღლე და მასტერას ეუბნება. რამდენი ხალხი რასაჭირო იყო? ყველა სართულზე იდგა იმაში. ნერვიანები. და ირმა ეუბნება რომ რასაჭირო ამდენი ხალხი. გამოვიდეს და გაძლევს სიტყვასო რაღაც გაუგებრობა არისო შეფთან. მინისტრი ვინ არის მისი? მერაბიშვილი იყო მაშინ. მერაბიშვილი. გამოვედი მე ხა მეუღლე მოვიდა, იქ ბავშვები არიან ერთხან ბავშვი, საშინელება ტრიალებს. არავის თავს არ ვაცოდებ და არაფერი არ მაინტერესებს, მე არ მოსწონს. გააგრძელეთ, ნუ წყვეთ თასს, თორე ვერ მოყვებით. გამოხვედით, მე რა ხდება? აბა, რომ ამდენჯერ ვერ გამომხევით, იმიტომ რომ ჩემი ბრალია, ეს თქვენი ბრალი არ არის. ძალიან ბევრმა დამაბარა სხვათა შორის. დაათო არაყვე ემოციებს. ნუ ნერვიულობთ, მშვიდად მიყვებით, მთავარი აზრი გავაგრძელოთ. იგინება ეს ახალია, დათაც ჩქარა წამოიყვანეთ ეს, რა ქვიან, და დედაზე მაგინებს. ამას წავდათ ხელია მასტერა თუ რა ქვია მას. გიორგი დგებუაძე, კუდის მაღალჩინოსანი, რომელიც ბრიტანეთში მოხდა დაპატიმრება. გებუაძე. ია, კომაროსია და მათ შორის მონაწილეობდა აი ამ სამი ბიჭის დახვრეტაში, აჭარელი ბიჭები. აი ეს მასტერა თუ სუსტერა მაგათის იყო და ისა მეუნება რომ ბატონო დავით გაუგებრობაა თქვენსა და შეფს შორის მინისტრი მერაბიშვილზე მეუნება და რამდენიმე წუთში ეს გადაწყდება. ნუ იქნა რაც მაგინებს მე ამას ეგრევე ავიღეთ იმას წავა მასქენი და პირდაპირ რო ისმენდა ისემ დათახალაიას როგორც საჭირო იყო. დათახალაიათან ურეკავდათ გებუაძეს. დათახალაია ურეკავდა ყოველ წუთში. რომ დროზე დააკავდათ. მე და გებუაძე საუბრობდით არ გაჩერებულა ტელეფონი. დათახალაია. მამა მაგზრნა საქმე, დათახალაია მიჭერს და მესამე შულთან მაგზავნიან ციხეში. აი ეს იყო კონვეიერი. კი ბატონო. აი ეს სიტუაცია იყო ამ ქვეყანაში. კარგი. და ვინ არის ეს გვარი საერთოდ? საიდან მოდიან? სოსო ჭანტურია თქვენ იცით რატო დაიჭირეს? ეხლა კიდე გადავხტები, კი ბატონო. სოსო 61 რაღაცა და არ მინდა ეხლა გავიმეორო რა. მაგის გამო კაცი მოკლა ციხეში. გამოიძიონ. კაცო, მე როცა მეურებიან დღეს არის დაჭერები ბატონო დავით რაღაცა მიტინგზე ხალხი დაიჭირეს, კი ბატონო. ჩემთვის პირველი არის ეს. მაინც სიტყვა გაგექცათ და ახლა ძალიან ღირსეული გვარია, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ხავთ ეხლა 2-3 ადამიანი. არა, მე ამოჯახები რა, ღმერთმა დამიფაროს კაცო. ნათესავები მეუღლე ყავდა გადასარევი ქალბატონი. დათელში იყოს მის სამ კაცზე ვლაპარაკობთ, მამაზე და ორ შვილზე, კი ბატონო. აბარა. კითხვები დასვით თუ შეიძლება, წევრებს მიმართავ. ბატონო სოზარ, თქვენ ხო არ გაგვთ შეკითხვა? ბრავი, არა, პრინციპში არაფერი, იმიტომ რომ ხა ჩვენ იმდენჯერ გვისაუბრია და იმდენად კარგად ვიცი საქმე, ეს ამ ემოციების ბევრჯერ მაქვს მოსმენელი და ამ ემოციებს საფუძველი აქვს, მაგრამ აი მართლა სასწაული ხდებოდა, რასაც ეს მამა ახალაია და მე მისი შვილები ატრიალებდნენ. ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა უბრალოდ. წეღა რო თქვით, აი დახმარებები 20 ლარი და 30 ლარი. ეს ისე სიტყვაზე თქვით თუ რეალურად რამდენი იყო ის დახმარება, რასაც გასცემდით? თუ მართლა დახმარება იყო 20 ლარიდან 100 ლარამდე. მე შემეძლო ერთპიროვნულად გამეცა დახმარება 100 ლარის ფარგლებში. და ეს მოგდეს? აი ეს ჩაწერილი. ჭავჭავაძის ქუჩის მოხრეშვა 2001 წელი. აეროპორტის მუშები გაიფიცნენ პრეზიდენტი ჰაერშია და მე გავეცი ხელფასი არამიზნობრივად. დათო კანთარიამ ხრთამი აიღო და ხრთამის გამო არც ერთი ბრალდებაში არ წერია. უკვე აქედანაც ჩანს რომ 20 ლარიანი დახმარება და კიდე 60 ლარიანი დახმარება რატომ მიეცი მოკალაკეს ეს არამიზნობრივაში რო გითვლიან და ამას რო გედავებიან უკვე აქედანაც ჩანს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს და არანაირი ბრალი სინამდვილეში არ არსებობს. ბატონო სოზარ, კომისია უნდა შეყრებილიყო კვირაში ერთხელ.
ამ მომენტში არ არის სიტუაცია ის მომენტი კაცი კვდება კაცი 50 ლარი რა დახმარება იყო მაშინ და ახლა და წარმოიდგინე ბატონ დავით დიახ რა პირობებში იჯექით თქვენ საკანში რა აი მაგ პირობებს უსურვებ როლანდ ახალაიას და ზოგიერთ რაშიც როგორშიც ჩვენ ვიჯექით რამდენი კაცი აი მაპატი საღორე ხო გაკ წარმოდგენი არა ადამიანური პირობები 12 კაციან კამერაში ვიჯექით 24 კაცი მეორე დაჭერაზე ზუგდიდის ციხეში და ადამიანები იმის გამო ცემდნენ ახალგაზრდები პატივს დათო თქვენ მოისვენეთ თქვენ დაჯექით და მასკენი დაისვენეთ და ჩვენ გავათანებთ ღამეს და კაცი იყო ის თოკით ესე თოკით იყო იმასთან რა ქვია იმ კოიკატო რა მეგრო მათ რუსთავი შპონკას ეძახდნენ დიახ იმაზე ეკრებოდნენ და ისე ეძინებდნენ ფერზე მდგარი წამების ფაქტი თუ იყო თქვენი იყო ჩემს მიმართ არ იყო მე არა თქვენს მიმართ თქვენ აღნიშნეთ რომ არ იყო მაგრამ თქვენს იქ პერიოდში არა ზუგდიდის ციხეში მოხდა ასეთი რაღაცა ფეხი მიარტყა ერთ-ერთმა იმან და მე უთხარი მაგას ეხლა მე მოუხადე ბოდიში თორე შენ აქედან დატოვებ ამ თანამდებობას და ყველაფერს დაკარგავ უთხარი მე ის უთხარით დავემუქრე ზედამხედველი იყო ვიღაც არ მახსოვს არც გვარი არც ჯანაში იყო მგონი ხო და მაგის გამო მე დამიბარეს მე სხვათა შორის ადმინისტრაციაში და იცოდნენ მაგათმა ჩემი ხასია მე არ დაუთმობდი მე თავს შევაკლავდი პირდაპირ დევონები ვინმეს რაღაცა რომ გაებედა რომელიმე ან ზედამხედველს ან იკითხეთ აი ყველა მიკითხოთ ესე იგი თქვენ ამბობთ რომ არ იყო თქვენს თანდასწრებით მსგავსი რაღაცა ჩემი თანდასწრებით ეხლა რეზბანიცაზე ხალხი რომ მოყავდათ ისინი იყვნენ ნახევარმკვდარი ხალხი თქვენ ციხეში იყავით თუ რეზბანიცაზე პირველ დაჭერაზე ვიყავით ციხეში და მეორე დაჭერაზე ერთი კვირის მერე მე გადმომიყვანეს რეზბანიცაზე იმიტომ ვიყავით ძალიან მძიმედ დიახ ხორთაჭალის და ერთი მომენტი იყო კიდე ბოლოს ბატონ დავით არ და ვარემ კითხავთ ყველას თქვენ აღნიშნეთ რომ როცა მოვიდა რეჟიმი რევოლუციის მერე თქვენ ელოდებოდით რომ იქ განიხილებოდა თქვენი გუბერნატორად დანიშნვა კი იყო ასეთი საუბარი მათ შორის და ერთ-ერთმა მომიტანა ეს ამბავი და ვიღაცამ ხელი შეუშალა ამას ბარონ მერაბიშვილი თქვენ ნანობთ ამას გეწყინათ ეს ყველაფერი თუ გინდოდათ თქვენ ეს თანამდებობა რა უნდა მწყენოდა ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო ილია მე აი ამ ჯგუფში ვიმუშავებდი და მე იმის სახელს დავიდებ რომ დავით კანთარია იყო ერთ-ერთი არა თქვენ ეს ისტორია რომ მოყევით უბრალოდ ხაზი გაუშვით იმას რომ ეს იყო პრეზიდენტის თანხმობა იყო კიდევ ერთი ადამიანი ახსენეთ ვიღაცა მე ვამბობ ბატონო ილია ადამიანურ მომენტებს უსვამ ხაზს მე თუ გნებავ და არ არის აქ იმდენი დრო დღევანდელ ოპოზიციაში ვინც არის და მე ცნობილია რომ ვარ თქვენი მხარდამჭერი ხო იჭერდით მხარს ბოლო რაც იყო ბოლო არჩევნებში დაგიჭირეთ თქვენ მხარი მე შტაბის უფროსიც ვიყავი ერთხელ არა მე იმ მომენტთან დაკავშირებით გეკითხებით იმ მომენტს მე არ ნანო ან არ ნანობთ ხო ეს მე ესე გარავითარ შემთხვევაში ეხლა 1 საათი ვერ მიმუშავებდი მე ან თუ მიმუშავებდი სიტყვაზე არა უბრალოდ რომ გაიხსენეთ ეგეთყობა დაგამახსოვდა ილია ბატონო ილია მე თუ მიმუშავებდი იქ როლანდ ახალაი არაფერი არ იქნებოდა მე თუ ვიქნებოდი სამეგრელოში დაუშვათ ლერი ციცანავა იყო სხვათა შორის უპატიოსნესი კაცი რამდენიმე თვე იყო მანდ იყო თემურ მურღულია სანამ იყო გენერალი პოლიციის უფროსი ვერ ბედავდა ეს ახალაია იმდენს ვერ შლიდა ფრთებს გამიგე სამ კლანს შორის წავიდა დაპირისპირება მე კობალია ჩემო ბატონო უგულავა და როლანდ ახალაია როლანდ ახალაია ვინ იყო ბატონო კობალია ვინ იყო განსკანსოლებული გრიშა მისი შვილი იყო გამგებელი და ნუ თუ სამეგრელოში ყვაოდა ეს კორუფცია ქალბატონოთი ხშირად ვამბობ რა მოხდა აქ საკითხი უნდა დაისვას ასეთნაირად თუ შეიძლება მომეცით ამის საშუალება რომ საკითხი უნდა დაისვას
კონკრეტულად რა მოხდა სამეგრელოს მიმართ? რატომ იყო სამეგრელოს ყველა ჩინოვნიკი დაჭერილი და ზოგიერთი ორ-ორჯერ? კახეთშილა კარგი, შევარდნაძის პერიოდი იყო სიტყვაზე კორუფციის. სააკაშვილის პერიოდი არნახული თანხებთან იყადი დაკავშირებული კორუფციის. მე არ ვიცი ხა დღეს ამას უნდა დამტკიცება, ხო დღეს ვიღაცა რაღაცას ვიღაცაზე ამბობს და არის დღესაც ის ტელევიზია. ამ წარმატებით დაგვიჭირეთ ჩვენ. აი ამ წარმატებით გვაქვს ეს სახელი, გამიგეთ? არ მინდა მე ამ კი ბატონო თქვენი მოსაზრება ახეთის ერთით გამგებელი დამისახელეთ. ან მერმინდელი გამგებელი, როდესაც სააკაშვილი მობრძანდა. გასაგებია. ბატონო დავით, ნახეთ რა მინდა გითხრათ თუ ეს თქვენთვის რამეს ნიშნავს. თუმცა ჩემას ვიტყვი და შემდეგ ნახეთ თქვენ თვითონ. ძალიან ბევრჯერ ახსენეთ, რომ აი მიარლიყით ცხოვრობთ, რომ ტაბუ დაგვადეს. თქვენთან მიმართებაში არავის უთქვამს, მაგრამ პროფესურის და სხვა ჩვენი ასე ვთქვათ, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან დაკავშირებით მიშა სააკაშვილმა თავად თქვა, რომ ესენი ჩასარეცხები არიან და ჩარეცხეს. შესაბამისად თქვენ არიყავით ჯერ თიმის ხმამი და მარტო ვისაც იარლიყი მიაკრეს. ეს იყო საკმაოდ დიდი ოდენობა ხალხის, რომელსაც ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე შეახოცეს ჭუჭყიანი ხელები და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და დარწმუნებული ვარ კომისიის თითოეული წევრისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გვისმენს, რომ ეს ტალახი, რომელიც შეასხეს ადამიანებს, დიდ ჯგუფს ადამიანებისა, მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად მიუღებლები იყვნენ და დაარქვეს მათ შევარდნაძის დროინდელები, მაშინ როდესაც სააკაშვილი თვითონ შევარდნაძის დროს გაიფურჩქნა. მე არ ვარ იმ ასაკში, რომ ზუსტად ვიცოდე, თუმცა რაღაცები ვიცი ზუსტი მიზეზის შესახებ, რატომ ეგონა ბატონ ედუარდს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ის ახალგაზრდა, რომელზეც ღირდა რაღაცა იმედის დამყარება, თუ ის მას მიცეს რჩევა, თუ აიძულეს, რომ სააკაშვილისა და მის ნაირებისთვის მიეცა ცოტა მეტი გასაქანი და მისცა კიდეც ეს გასაქანი. მას რომ ეს გასაქანი არ მიეცა სააკაშვილისთვის, შეიძლება სააკაშვილს იმდენი ვერ მოეხერხებინა, რაც მოახერხა და რეალურად გაუბედურა თითქმის ყველა ოჯახი საქართველოში. მაგრამ შეგვიძლია მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებით სხვადასხვა ვარაუდი გამოვთქვათ, თუ რატომ მიეცა სააკაშვილს საშუალება, რომ ქვეყნის გაუბედურება დაეწყო და უფრო მეტიც აუბედურებდა ქვეყანას, აკრავდა ადამიანებს უსამართლო იარლიხს და საკუთარ თავს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წარმოაჩენდა სახელმწიფოს დამფუძნებლად და ერის მამად. თქვენ რაც არ უნდა არასწორად მოგეჩვენოთ ჩემი ეს რჩევა, მაინც გეტყვით, რომ ზედმეტად ნერვიულობთ. რაც ინერვიულეთ ის საკმარისზე მეტია, ჯანმრთელობა შეწირეთ ამას, როგორც ირკვევა. თქვენმა შვილებმა ძალიან ბევრი რამ გადაიტანეს ამის გამო. აღარაფერს ვამბობ მეუღლეზე, რომელზეც გადატყდა ჯოხი, იმიტომ რომ ქმარს რო დაგიპატიმრებენ და პატარა ბავშვების დარჩები. ეს ძალიან მძიმე ხვედრია ყველა ქალისთვის და მადლობა მას გამძლეობისთვის. ჩვენ ახლა რატომ ხარჯავთ ამდენ დროს და ნერვებს ყველა ერთად, რომ გვინდა დასკვნაში აისახოს ისეთი მახასიათებლები, რაც ერთის მხრივ მომავალ თაობას საშუალებას მისცემს, რომ თქვენის იარლიყი კი არ შეგრჩეთ სამუდამოდ, არამედ ამ იარლიყის უსწორობის დადასტურება მოხდეს და მეორეს მხრივ სააკაშვილმა რაც აშენა ილუზორული ფეიკ რო ქვია დღეს წარმოსახვითი რეალობა და ეს მოყიდა ნამდვილ რეალობად, აი ეს გაცამტვერდეს, იმიტომ რომ ჩვენ რეალობას თუ არ ჩავხედეთ თვალებში, რა იყო მაშინ. მომავალი თაობა უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს. თქვენ ამაში გვეხმარებით, ეს ხდომაც ამას ადასტურებს. და დიდი მადლობა ამისთვის. ამიტომ ემოციებს აყევით, უნდა დავადასტურო, მაგრამ არა უშავს, სხვანაირად არ გამოვა ამაზე საუბარი. ჩვენ მაინც შევძელით, მე ასე მგონია, მე მგონი დამეთანხმებიან კომისიის წევრებიც, რომ აზრი არ გაგუბნეოდა ორივე დაპატიმრებაზე, მიზეზებზე, პრეისტორიაზე
მივიღეთ დღეისათვის ყოველ შემთხვევაში საკმარისი ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართებოდა ის კონვეიერი, როგორც თქვენ აბსოლუტურად სწორად თქვით და ეს სიტყვა მე ვთავაზობ კომისიის წევრებს, რომ დასკვნაშიც მოხდეს, რომ ეს იყო კონვეიერი, რომელსაც სათავეში ედგა სამეგრელოში მამა ახალაია და შემდეგ ერთი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუდის ქვეშ და მეორე შვილი სასჯელ აღსრულების სისტემის ქუდის ქვეშ აღასრულებდნენ იმ ნებასურვილებს უკანონოდ, რაც მათ ჰქონდათ. ამან ძალიან დააზიანა სამეგრელო, თქვენ ციფრით დაასახელეთ, რამდენი ადამიანი იყო ამ უკანონობის მსხვერპლი და როცა სამეგრელო ზიანდება, იქ ზიანდება სრულიად საქართველო. მადლობა თქვენი წვლილისთვის, ბატონი სოზარი გააკეთებს განცხადებას და შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ შემდეგი პირი გველოდება და ალბათ ერთი წუთი ზუსტად რომ ბრძანეთ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ იცით, რომ ხალხი გენდოთ როგორც პარტიას და მთავარი მომენტი იყო სამართლიანობის აღდგენა. თუ ეს თქვენს დებულებაში არის ჩემი საქმე, ისევე როგორც ზოგიერთი საქმე, ეს საკონსტიტუციო სასამართლო გასაგებია, ჩემი საქმე მაგასთან არაფერს გადაეცეს პროკურატურას. გამოიძიოს ხელახლა პროკურატურამ, იგივე ჩემი საქმიანობა და გამოიძიოს ახალაიას საქმე. კი ბატონო ასაკშია, მაგრამ მას 80 წლის ხალხი ყავს და ისა დაპატიმრებული. ეს თუ არ მოხდა, თქვენ ხომ იცით, რომ ძალიან ბევრი ხალხი ამას ყველაფერს ელოდება. კი, თავარი გმირი ზის და ვივამედის დირექტორია დღეს, მაგრამ აი ეს ჭანჭიკები, ეს ხალხი თუ არ მოხდა იქ, სადაც საჭიროა, მაშინ მარტო იმისთვის, რომ პარტია გაუქმდეს, აი ეს სახელი და პარტია არის სახელი და ადამიანებით იქნება, ხო? აი ეს ხალხი გადანაწილდება რაღაცა გამოგონილ სხვა პარტიებში. გეთანხმებით, მაგრამ ეს უკვე ამის პრევენცია გაკეთებულია. საკანონმდებლო არაერთი ინიციატივა არსებობს და ზოგი მათგანი იქცა კიდეც რეალობად. იმისათვის, რომ ჩვენ სახელები კი არ გავაუქმოთ მხოლოდ ამ ბოროტმოქმედების მოქმედთა მიერ შექმნილი პარტიები. პარტია აღარ არის ერთი, თქვენ დროს იყო ერთი, ეხლა მარტი გამრავლება დაიშალნენ და ასე ვთქვათ, გამრავლდნენ პარტიები მათი მონაწილეობით. არამედ ამ პირებმა პორტირება ვერ შეძლონ სხვა პარტიაში, ან არ შექმნან ახალი პარტია, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში პარტიის ამისთვის ეს მიზანი არის, ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება, ამიტომ ამის შიში თქვენ ნუ გექნებათ უფრო სწორად შფოთვა ამასთან დაკავშირებით. ბატონ სოზარს მოусმინოთ და შემდეგ ალბათ 5 წუთი არავინ არ მისაყვედურებს გამოვაცხადოთ ტექნიკური შესვენება. დღემდე ინარჩუნებენ თანამდებობებს. გასაგები ამაზე თქვენ ვცლად ისაუბრეთ და წინა გამოსვლელებმაც. ბატონო სოზარ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო დავით, უბრალოდ როცა შეეხება აი ქალბატონი თეარაზეც ლაპარაკობდა, რომ კლეიმო მოქალაქეთა კავშირის. ეს კლეიმობს ამას მიწებებას ადამიანებზე ცდილობენ ხალხი, რომლებიც იყვნენ დამფუძნებლები მოქალაქეთა კავშირის. სურაბ ჟვანიაც იქ იყო, ნინო ბურჯანაძეც, გიორგი ბარამიძე ერთ-ერთი ლიდერი, მაჭავარიანს, რა ქვია, მიხეილ მაჭავარიანი, შემდეგ მინისტრიც იყო იმ ხელისუფლებაში. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის და უმრავლესობის თავმჯდომარე იყო და ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მადლობებს უხდიდა პარლამენტის დარბაზში მობრძანებულ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძეს, იმიტომ რომ მან წყინვალედ ჩაატარა 1999 წლის არჩევნები თურმე. თუ გაყალბებები იყო, მაშინ წყინვალედ როგორ ჩაატარა და თან კახა თარგამაძეს რო უხდიდა მადლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, ესეც გარკვეულწილად კარგად აჩვენებს რა ტიპის არჩევნები ტარდებოდა სავარაუდოდ. და მეორეზე მინდოდა მეთქვა, უბრალოდ მაინც რო იცოდეთ ჩვენმა საზოგადოებამ, აი შევარდნაძე დაბერდა და ვაშინგტონ პოსტში რო დაიბეჭდა ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, სადაც შევარდნაძეზე ძალიან უარყოფითად ლაპარაკობს. არ იყო, მაშინ ვანო მერაბიშვილი იყო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე თუ არ ვცდები პარლამენტში,
თუ როგორ იყო ეკონომიკური პოლიტიკის, რაც ერქვა რაღაც ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე იყო ეკონომიკური მიმართულებით და არ იყო ისეთი მამაცი და გამბედავე, რომ ეს გაეკეთებია. სინამდვილე იყო შემდეგი. მან მისცა ინტერვიუ, სადაც აქოდა ადიდა ედვარდ შევარდნაძე, შემდეგ წავიდა ამ ჟურნალისტთან ერთად კაფეში დაждდენ, სადაც იფიქრა, რომ ეხლა აღარ იწერსო და მოხსნა პირი და რასაც ფიქრობდა, ყველაფერი თქვა. იმ ჟურნალისტმა ეს ყველაფერი დაწერა. ის კი არ დაწერა, რაც ოფიციალურად ჩართულ კამერასთან ელაპარაკა, არამედ იქ რასაც ინიშნავდა და ამის შემდეგ ამას მოხდა ძალიან ბევრი ბოდიშები ვანო მერაბიშვილის მხრიდან. ეს შემდეგ გახდნენ ვითომ მამაცები, თორემ სინამდვილეში ერთი გუნდი იყო აბსოლუტურად და არანაირი განსხვავება მათ შორის არ იყო. მე იყო როცა გამზრდელთან დაპირისპირება გადაწყვეტეს. ეს ის გამზრდელი, რომელმაც შევარდნაძე მერაბიშვილი იმ დღეს მივიდა. დავამთავრებ რა. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააყენა ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად, ხალხს გამოუცხადა, რომ ეს არის თქვენი მომავალი პრეზიდენტი, ასე რომ ეს დაპირისპირებაც მერე მოხდა ისევ მათ შიგნით და დღეს ამ კლეიმოს აკრავენ სხვებს. კარგი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო დავით ჩამობრძანებისთვის. მძიმე მოსასმენია ის ამდენი წელი უსამართლობის რბილად რომ თქვა, რაც თქვენ და თქვენმა ოჯახმა, თქვენმა თანამებრძოლებმა გადაიტანეს და დასაფასებელია, როგორც ასე ვეძახით დღემდე მათ შორის ჩემი თაობაც, ჟვანიას გუნდის წარმომადგენლების ძალისხმევა, რომ როგორმე გადაერჩინეთ თქვენ, ვინაიდან ამავე გუნდმა ვერ გადაარჩინა სამწუხაროდ თავად ჟვანია. უფრო მეტიც ზოგიერთმა შემდეგ უკვე ჩვენი ხელისუფლების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურგიც კი აქცია მის ხსოვნას. უნდა ჩვენ წინ ვიყუროთ ყველამ ერთად, მაგრამ წარსულს უნდა სწორი შეფასება და მადლობა რომ თქვენ ამაში დაგვეხმარეთ. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ მცირე შესვენებას გამოვაცხადებთ, ნახვამდის ბატონო დავით, მაპატიეთ რომ ვერ გაცილებთ. სამდივნო მოგაქცევთ ყურადღებას. ჩვენ მცირე შესვენება გამოვაცხადოთ, ბოლო მოსასმენი პირი, ვინც იქნება დღევანდელ სხდომაზე, ეს გახლავთ ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანი, რომელიც